მოდი მაშინ რა შეგეკითხებ, იცი? ამით ირჩენ თავს. ნამდვილად კი ამით. ანუ სხვა პროფესია აღარ. არა. ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. ანუ ძირითადი საქმიანობა მეტი არაფერს აღარ აკეთებ. მეტი არაფერს. კაი. ყოველდღე მუშაობ. ანუ საქართველოს შეიძლება ამით ცხოვრება? კი შეიძლება. ანუ მე რას ვფიქრობ, იცი, თუ არიან ამლერი რაღაცის მე ქართველები მე ვიცი რომ საერთოდ ნიჭიერი ხალხია და საქართველოში მასწავლებელი ხალხი, მაგრამ ფინანსურად ვიძახი რა. ძირითადად ემიგრაციაში ვინც არის, ის არის ჩემი მყიდველი. პოლივისაც არ. ო, რა თქმა უნდა. არა, აქაც არიან ვინც არიან ცოტა ფულიანი და შეძლებული ოჯახები, რომლებიც ყიდულობენ. ნუ მეტი წელი ემიგრაციაში ვინც არის ოჯახებისთვის სასაჩუქრად ყიდულობენ. არის ძალიან მაგარი რაღაცა, სასაჩუქრო ინტერიერის არის, აი სუპერ რაღაცა რა, პირდაპირ მე მოხიბული ვარ რა. ანუ ქვას ხელით ათლით და ამ ბრინჯაოს დეტალებსაც ხელით ძერწავ, რა თქმა უნდა. ეგ როგორ კეთება? მე თიხით იძერწება თუ რა? სანთელშივე ვძერწავ პირდაპირ, თაფლის სანთელში იძერწება. მიესადაგება თვითონ ქვას რა ფორმის, როგორ უნდა გამოიძერწოს. ანუ წინასწარ არა ფიქრობთ რა გამოვა, ანუ ქვიდან გამომდინარე. ხო არა, აი ხა ეს ქვა მაგალითად რო ავიღე და ვიპოვე, გამოვთვალე, ვიცოდი რომ ხარი უნდა გამეკეთებინა. ქვებს არ დამოულო ძირითადად. დინარეებზე. ყვარი? ძირითადად ყვარზეც, თეძამზეც, ჩემ ხარეშიც ბევრს პოულობ და ძირითადად არაგვისპირზე დავდივარ ხოლმე, არავის ხეობაში. თვითონ ეს ჩვეულებრივი რიყის ქვა თუ ეს ქვა არის ხომ ყვარზე ნაპოვნი, ჩვეულებრივი? ეს შეღებილია? არა, შავია. მაფერია?